ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვით დაზიანება მიიყენა. აჭარა თაიმსის ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი ბულინგია. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მთავარი შეგნებულად არასაჯაროებს სკოლისა და მოსწავლის ვინაობას. ხანძარს თელავში 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ახმედიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ. კაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო კი ქალმა ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა. ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დიზაინერი გლდანის საპატიმროს 9 ივნის დატოვებს. მას 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამასთან სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50,000 ლარის გადახდაც დაეკისრა. ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნების მიზანია ოპერატიული დანაყოფების მზადყოფნის შეფასება, უსაფრთხოების გეგმების განხილვა და ჰორმუზის სრუტეში პოტენციური უსაფრთხოებისა და სამხედრო საფრთხეების რეაგირების სცენარის რეპეტიცია.